მამიკო, დავით სარაჯიშვილი იყო ქართველი. აი პირველი კონიაკი ვინც შემოიტანა საქართველოში, ქარხანა ვინც გახდა, ბევრი ფული ჰქონდა. მაგრამ სულ ხარჯავდა ხალხში, იცი რამდენს ეხმარებოდა თეატრი ააშენა ქუთაისში, ანდერძი დაუტოვა და მე ვარ ნამყოფი, ისეთი ლამაზი თეატრი არის, გაგიჟდები, ისეთი მაგარი თეატრი არის, მამა. და ეს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აძლევდა ფულს, იქ თავის მუშებს დაუტოვა, აი ძალიან მირო, ეხლა რომ მოგიყვე, ეს 2 წუთი არ გვეყოფა, გზაში მოგიყვები რა. აი დღესაც ხო აქვს ფული და ტიპები, აი არაფერს არ აკეთებენ, ბიჭო. სად მიგაქვთ ქვედალოცვილო ეს ფული? რაღაც ააშენეთ, შემატეთ ქვეყანას თუ ან სკოლა ააშენეთ, ან რამე სასწავლებელი, რაღაცა კულტურული სახლი ააშენეთ. არ ვიცი რა, რაზე ფიქრობ, სულ თავის ჯიბეზე, აგევსოთ ეგ ჯიბე ხალხო. რაღაცა ქართული დააფინანსეთ, რამე ფილმი გადაიღეთ, არა ვარ მამა მართალი. შენ რო ბევრი ფული ქონდეს ახლა, რაც გააკეთებდი, რამე კინოს არ გადაიღებდი, ქართულ კინოს. ბავშვებისთვის არ ააშენებდი რამეს ის განათლება რომ მიიღო. ო და შენ რამდენს ფიქრობ 6 წლის ზაქარი? ამად რა ვერ გაძღნენ, ბიჭო, რა იყო ჩემ. ოხ მე